მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. რუბიოთი უნდა დავიწყოთ, რუბიომ რაც თქვა, თინა ხიდაშელმა განმარტა ყველაზე კარგად რა. კოლზი დაცარში ჩაუგდო ნაცებს და ნაცების პროპაგანდას. ჩვენ ვიცით რაც თქვა რუბიომ და ახლა შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე თუ სინამდვილეში რა თქვა და არა რაც ნაცების პროპაგანდამ შემოგთავაზა, ეს ერთდღიანი გამარჯვება იყო ბრჭყალებში. ეხლა ჩაქიმულები არიან, მას შემდეგ რაც ჯაფარიძე სრულად კანონიერად გაამწესეს ციხეზე. ხო, რუბიოს რაც შეეხება, რუბიომ თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც ისედაც ვიცოდით, მაგრამ ეხლა უკვე დანამდვილებით ვიცით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი არის ჩინეთის, რუსეთის და ამერიკის მოლაპარაკების საგანი. წერტილი, მორჩა, საქართველო არ არის პრიორიტეტი ამერიკისთვის და გარდა ამისა ეს არის ის რეგიონი, რაზეც შეთანხმება არ შემდგარა. ეს ცხადია. პირდაპირ ამ სიტყვებით თქვა ამ კაცმა, ხო? ნუ ის პროვოკაცია განსახილავია, რაც ავაცახნებელმა ჯო უილსონმა გააკეთა, მაგრამ დიპლომატიური პასუხი გასცა ამ პროვოკაციას. და თქვა ის, რაც ისედაც ვიცოდით, რაც ახლა უკვე არის ამერიკის პოზიცია, რომ მათ არ აქვს პოზიცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს საკითხი არ განხილულა ჯერ და არის მოლაპარაკების საგანი. როგორ გაინაწილებენ მსოფლიოს, მაგაშია საქმე. და ეს არის როგორი ცხადი, იცი, შევხედოთ ახლა იმ რევერანსებს, რომელსაც ტრამპი პუტინს უკეთებს. და მაგალითად რუბიომაც იგივე განხილვაზე არ თქვა, რომ პუტინის სამხედრო დამნაშავეა, ხო? ვერ თქვა, არ თქვა, იმიტომ რომ ელაპარაკებიან, ხა ძალიან რთული ადამიანს ელაპარაკები და სამხედრო დამნაშავე ხარო უთხრა, ხო, მკვლელი ხარო, არ გამოდის. ხო, და მაშინ რაღაც ელაპარაკები, ხო, სამხედრო დამნაშავეს? არა, თვითონ ერთსამ დავატებ ხა, იგივე ევროპელებს მაგალითად. ხო, ევროპელების თამაში ჩაიშალა, ევროპელები აფსაიდში არიან, იმიტომ რომ ევროპელებს უნდათ რომ რომ ჩავიდნენ კიევში, ხო? უნდათ რომ წაეკეზებინათ ზელენსკი ტრამპისთვისაც ეთქვათ რომ დამატებითი სანქციები დაუნიშნე რუსეთს, რომ მე-17 შემოიღეს სანქციები. 17 ჯერ შემოიღეს სანქციები. ნუ ხო ხვდები რომ არ მუშაობს ეს სანქციები. ანუ როცა რაღაცას 17 ჯერ აკეთებს და შედეგი არ აქვს ხო შეიძლება 18 მიმუშაოს. ხო, ეს გასაგებია რა. რაც შეეხება ევროპულ არმიას, ესეც არ გამოვა. ევროპაში ანთროპოსოფიული ტიპი ევროპელის დღეს არ არის მეომარი. ვერ შექმნიან მაგ ჯარს, ვერც შეერაღებას უზრუნველყოფენ და ვერც შექმნიან. უახლოესი 5 წელი მაინც ევროპას თავის ჯარი არ ეყოლება. ვიღაცამ რა ძალიან ცნობილმა არმიამ ეხლა რომ იქით შეუტიოს მართლა გავა ლამანშამდე. ესეთი სიტუაცია არის იქ. მოკლედ, აი ეს მინდოდა მე თქვა, მოდით რუბიოს თემა განვიხილოთ, მეთანხმები არ მეთანხმები რა. მე ბოლომდე კეთახები შალო, მეცაც დავამატებდი რა, რომ პრინციპში ეს დიდი ხანია ცხადია ყველასთვის ისეთ პოლიტიკა ინტერესებს რა, რომ საქართველოს შეიძლება საბედნიეროდ შეიძლება ჩვენ დასაუბრდეთ, თუ არ არის იმ დონის მოთამაშე რომ ამერიკისთვის იყოს მნიშვნელოვანი და ის რაც პოლიტიკა ჩვენს მიმართაც ყალიბდება, სცენაში კარგია რომ ამერიკას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხა ტრამპის ადმინისტრაცია განასხვავებს ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რომ მათი ინტერესები არის რაღაც რეალურ რაღაცებს დამყარებული ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, სამხედრო თემებზე და ისინი ხვდებიან, რომ ამ მხრივ შესაძლებელია მოლაპარაკებები და საუბრები და ერთი დეტალია, რომელსაც საქართველოში სამწუხაროდ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. ამერიკაში რომ გავლენა გქონდეს, ორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი გავლენა არის, რომ იქ უნდა ყავდეს დიასპორა. და მოდ აღიაროთ, რომ ჩვენ არ ყავს დიასპორა. ანუ ფაქტურად წარმატებული ქართველების მაგალითი დასაუსაფარაში არ ყავს. ერთეულებია, ხო? ხო, ანუ იმდენად მცირეა მათი რაოდენობა, რომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ყავს, იმიტომ რომ მაგალითად იგივე ბალტიისპირელებს
დიასპორა ყავთ, რომელიც ყოველთვის ახერხებს უკრაინელებს. დიდი დიასპორა ყავთ, რომელიც ყოველთვის ახერხებენ რომ რაღაცა საკუთარ სამშობლოზე იზრუნონ. თუმცა გამომდინარე იქიდან ნახა, მაგალითად, ყველაზე ძლიერი ქართული დიასპორა დღეს ყავს უკრაინაში. არა, მე მგონი უკვე არა, რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ იმაზე ოცნებაში, რომ საქართველოს გადატრიალება მოახდინონ, გამოუშვან ტერორისტები. პოლიტიკური თანამდებობა მან დააქვს ძირითადად. ხო. დიასპორა ხალხი გაიქცა, მოდი პირდაპირ თქვა, ხო, კი. თუ სახლი გაქვს საქართველოში, გიჟი ხო არ ახალი დარჩია რა. ხო, მაგრამ მე ვამბობ, ანუ ფაქტია რომ აი რო თქვა რომ აი ქართველები სად არიან გავლენიანი. რუსეთში არიან რაოდენობით ყველაზე მეტი. ხო, ოღონდ რუსეთსაც ჩვენ თქვით უარი, შესაბამისად იმ დიასპორაზე აქედან გამომდინარე, ჩვენ ანუ ამ თემაზე არ არის საუბარი დაწყებულად ჩემაზე და მოგვიწევს ამ თემაზე. რა თქმა უნდა. უახლოს მომავალში. რა თქმა უნდა. საუბარი ამ დიასპორის თემებზე. ეს არის ერთი თემა და მეორე თემა არის ის, რომ ამერიკასთან უნდა კონდეს აი პირველი თემის გაგრძელება რაღაც კულტურული კავშირიც, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს. კულტურული კავშირი როგორ უნდა კონდეს? მე მაგალითად ნაკლებად წარმომიდგენია ამერიკაში კულტურული კავშირის გაძლიერება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვიყვარს დასავლური ცივილიზაცია, გაზრდილი ვართ მათზე, ეხლა რასაც უყურებ თანამედროვე პოპს, კინოს, საერთოდ სხვაგან არიან. ანუ ნეგატიური პერსონაჟებიც კი არ არის ქართველი. ხო, არა, მე იმას ვამბობ, რომ მე შალა, მიცი ამასაც ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტერეოტიპი დაინგრა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 5 წელიწადში რა. ბოლო 3-ში განსაკუთრებით. ხო. იმდენი სტერეოტიპი დაინგრა რომ მართლა რა ახლა ჩვენ ვართ აქ ხალხი ვართ მონაწილეები რომ აი როგორ იცვლებოდა ჩვენ თვალწინ ჩვენივე მეტყველების აპარატიც და აქედან გამომდინარე იცი რატომ ვამბობ რომ ჩვენ ნელ-ნელა მივხვდებით რომ შეიძლება არ ვართ ამერიკის ნაწილი კულტურულად. ანუ მას გულწრფელად. ხო, არა ვარ. მე მახსოვს რომ რაღაც 13 წლის წინ ვუყურებდი იყო ასეთი არხი საქართველოს. და მაგას უყურებო და აი დავით აღმაშენებაზე არის საუბარი და აი დავით აღმაშენების ოცნება იყო ევროატლანტიკურ სივრცეში ყოფნა და უცებ ხვდები რომ ნუ სივრცეში რომელიც არ არსებობდა მაშინ როცა ბიზანტია არსებობდა და ჩვენ ბიზანტიის გავლენას გამიცდით და აგერ ისტორიკოს და აქედან გამომდინარე რუბიოს ნათქვამი ჩემი აზრით არის დადასტურება იმის რომ კაცმა პირდაპირ თქვა უნდა ჩამოვყალიბდეთ ეს გვაინტერესებს ეს ადგილი პლანეტაზე თუ არ გვაინტერესებს მორჩა რა მეტი რა უნდა ეთქვა ჩვენ არ გვაქვს გეგმებიო მოლაპარაკების საგანია ხალხო ეს თემა საქართველოს მომავალი არის მოლაპარაკების საგანი ჯერ სამწუხაროდ შეიძლება არ ვიცი და ერთი მინდა დავამატო კიდევ ერთი დეტალი რა გუშინ წინ აღმოაჩინე რომ ესე იგი ქართული პოლიტიკოსები წერდნენ რომ ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრება არის გამარჯვება. ხო. ამ ბევრი გამარჯვება ამ ნათქვამზეც ანუ ქართულ პოლიტიკაში აღმოაჩინე რომ ქართულ ოპოზიციას ყველაფერი გამარჯვება აქვს. ანუ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი არის გამარჯვებების ნაწილი. ზურაბ ჯაფარიძის ნაწილზე, უბრალოდ ზურაბ ჯაფარიძე არ არის მნიშვნელოვანი ფიგურა, რას ნიშნავს როცა ოპოზიციასი ამბობს უაზრო რომ წავიდა ციხეში. აი, მაგაზე ვისაუბროთ. ეხლა რუბიოს თემაზე მინდა გააგრძელო. ხო, ამას წინ ხელახლა გადავიკითხე ბჟეზინსკის 97 წელს დაწერილი საჭადრაკო დაფა და იქ ანუ უბრალოდ მაინტერესებდა როგორ შეიცვალა აი დღევანდელი თვალით მინდოდა დამენახა ის ეხლა ადრე მქონდა წაკითხული, მაგრამ მან საქართველოს ის აქტიურად წერს და ის წერს ესე იგი ევრაზიულ ბალკანეთს უწოდებს, სადაც ბევრი კონფლიქტია და შეერთებული შტატები უნდა მოვიდეს როგორც ამ კონფლიქტებში ერთი მხარე, რომელიც გადაწონეს ამ კონფლიქტების იმას რა ქვია, ბედს. ოღონდ ბოლომდე არ მოაგვარებს რაღაცა ეგეთი ლოგიკა იყო მან ჩადებული, მაგრამ რაზე იყო აგებული და რა შეიცვალა იქიდან აი მაგას დავაკვირდი, ხვდები რატომაც აღარ არის მნიშვნელოვანი. ბჟეზინსკი საუბრობდა იმაზე, რომ ნუ ნატოს მოხმარება გაეზრდება 20 წლისთვის 100%-ით, 30 წლის 30 წელს კიდე უკვე 50%-ით, 500%-ით. საქმე იცით რა, მთელი ესე იგი მომენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების, რომ დაიცვათ რაღაცნაირად ევროპული ბაზარი. ეხლა ხდება ისე, რომ
იქნება ალტერნატიული ბაზრები, იქნება დიდი სივრცეები, იქნება ჩინეთი აი იმ 97 წელს კი არის როგორც ფაქტორი, მაგრამ ის ფაქტორი არ არის რაც დღეს გახდა. ანუ ჩემი აზრით ჩინეთი გამოიპარეთ აბსოლუტურად ამ ანალიზში და ჩინეთის აღზევებით უკვე გაურკვეველი ხდება რატომ უნდა ჩართოს მთელი რესურსი შეერთებულმა შტატებმა იმისთვის რომ ესე იგი ის გზები გაატაროს რუსეთის ესე იგი გვერდის სავლით რატომ უნდა გააკეთოს როდესაც ამით ისევ ჩინეთი იხეირებს შესაბამისად ჩვენ გასაგებია რატომ არ არის აქტუალური შეერთებული შტატებისთვის როგორც საქართველოს ისე კავკასია ამ ეტაპისთვის მე წინა გადაცემაში ვთქვი რომ ესე იგი ორი კვირის წინ შეერთებულ შტატებს ჰქონდა შეხვედრა, შტაბს ჰქონდა შეხვედრა კანადის პრემიერ-მინისტრთან და იქ ისევ დაისვა შეკითხვა კანადის შემოერთების შესახებ და კანადაზე იმპორტირებული რაღაც მთელი რიგი ნედლეულზე დააწესა ისეთი გადასახადი, კანადის ეკონომიკას სერიოზულად ურტყავს, სერიოზულად. მეორე მხრივ ამერიკის ეკონომიკასაც ურტყავს ეს, მაგრამ ფაქტია რომ მისი ინტერესების სფერო არის აბსოლუტურად სხვა და პრიორიტეტი არის სხვა. შეიძლება პრიორიტეტი როდესაც არის ისეთი საკითხი რომ უნდა გაერთიანოს პრაქტიკულად ეგ უნდა ხო ტრამპს უნდა გაერთიანოს ჩრდილოეთ ამერიკა პლუს გრენლანდიის ეს თელი ნაწილი ჩინეთის წინააღმდეგ პირდაპირ თქვა. ჩინეთის და არა მარტო ეს აი სულ და გეოგრაფიულად, დემოგრაფიულად, ბუნებრივი რესურსებით რო აიღო, ესა უმდიდრესი კონტინენტი არის. ერთი მნიშვნელოვანი ერთი კონტინენტი ხდება ერთი სახელმწიფო. და ეს კონტინენტი შეიძლება ახლა ამერიკა დაღმავლობას განიცდის ამ ეტაპისთვის, მაგრამ ამხელა რესურსის ხელში ჩაგდებაით, ყველა სახელმწიფოს ეძლევა იმის საშუალება, რომ ყოველთვის მოახდინოს უკან დაბრუნება, ყოველთვის ექნება იმის რესურსი, რომ არ გაქრეს გეოპოლიტიკური სივრცე. მეტიც ექნება ყოველთვის იმის რესურსი, რომ მომავალში კვლავ აღიდგინოს ძალაუფლება. ესაა მისი პრიორიტეტი, ეხლანდელი პრიორიტეტი. ეხლა მეორე, რასაც ვუყურებთ და ეგ ბევრს ეთყობა არ მოუნდება ამის აღიარება, მაგრამ მოუწევს. კრიტიკულ მომენტში მესამე რაიხის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ. იმის მიუხედავად იდეოლოგიური მტრები იყვნენ. ერთად იბრძოდნენ. მეცაც ვეთქვით უამრავი ამერიკელი მოხალისე და საბჭოთა მოხალისე იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში რესპუბლიკელების მხარეს. ფრანკოს წინააღმდეგ. ანუ მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის. ტრამპი არ მალავდა თავის დროზე, არ მალავდა, რომ მას ერჩინა რუსეთი, რომელიც იქნებოდა მისკენ ჩინეთის საწინააღმდეგ. ეს კონცეფცია მოითხოვს თავისთავად იმას, რომ ევრაზიის ნაწილი ამერიკამ უნდა დაუთმოს რუსეთს. ეს ვიღაცებს მოწონს თუ არ მოწონს, ლოგიკა ესე ყალიბდება. მაგრამ ისტორიაში არსებობს ორი ლოგიკა, ხო? არსებობს გაზრახვის ლოგიკა და არსებობს უკვე მოქმედებების ლოგიკა, ხო? კანონზომიერების ლოგიკა უბრალოდ. კანონზომიერების ლოგიკა ისე მოქმედებს, რომ შეიძლება ტრამპს ეს უნდა თუ არ უნდა მოუწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება, მოუწევს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება და ეხლა უკრაინის ომი, რასაც აკეთებს იმისთვის, შეერთებულ შტატებისთვის, არის ის, რომ უკან ხევს იმ სტრატეგიულ მიზნებს, რა სტრატეგიული მიზნებით მას აქვს დროში წელავს იმის განხორციელებას, რაც მას უნდა. და ბუნებრივია ტრამპის ეხლანდელი ინტერესი არის სწორედ ის, რომ ომი დასრულდეს, რაღაცნაირად დააწყნაროს ეს ფრონტები და გადავიდეს მთელი მისი ყურადღება იქ, სადაც უნდა იყოს რეალურად ამერიკის ყურადღება. კლავი მეორე, ამერიკას ხედავს მომავალ სამყაროს, როგორც გადანაწილებულ სხვადასხვა ძალის გადანაწილებულ. დავამატებდი, როდესაც პუტინი და ტრამპი საუბრობენ, თვითონაც თქვენს და მეც დარწმუნებული ვარ, ყველაზე დიდ დროს უკრაინას არ უთმობენ. აქ სხვა რაღაცებზე არის ლაბარაკი. ეკონომიკური ომი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა და აქ მიდის სხვა რაღაც მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ხო? უკრაინა რა გააკეთეს უკრაინისგან ამერიკელებმა, ხო, წლების მანძილზე? ანტირუსეთი და ეს პროექტი ანტირუსეთი, უკრაინა როგორც ანტირუსეთი განიცდის კრახს. გახსოვთ მიშა იძახდა, რომ ამ იდიოტებმაო ვითომ ჩვენ ვართ იდიოტები, ამის დედავატირებს, ვინ გვეუბნება მაგას. საქართველოს როგორც ფაქტორი გააკრესო რუსეთს და დასავლეთ შორის დაპირისპირებისო და ეს ადგილი ყოფილა, მიშას მიჩენილი ადგილი, რომ საქართველოს უნდა იყოს ფაქტორი დაპირისპირების რა.
გამომწვევი. თუ არა ჩვენ აზრი არ აქვს არსებობა. და სწორედ ამაზეა საუბარი. როდესაც ეს ორი უდიდესი ქვეყანა ლაპარაკობს, ანტი-რუსეთის გაკეთებას აქ, საქართველოში მაგალითად, არავინ არ დაუშვებს, არც ამერიკა და არც რუსეთი, ხო? ამაზეც უნდა დავფიქრდეთ ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა. მაგრამ რა უნდათ იმ გარეწრებს, რომლებიც ახლა ეგრეთ წოდებულ რევოლუციას აპირებენ. ანტირუსეთის გაკეთება, რაც როგორც თქვი არ გამოვა. ხო, აი მაგაზე მინდოდა ზუსტად აქცენტის გაკეთება, რომ ესე იგი ის ფაქტი, რომ ამერიკის ასე ვთქვათ უპირველეს ინტერესებში არ შედიხარ, ეს თითქოს ჩანს, რომ აი რა ცუდია, მაგრამ მოდი ვთქვათ, როცა ინტერესში შედიოდი, რითი შედიოდი, ხო? აი რა იყო, ანუ რო ყოფილიყო ეს პირობითად ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის დახმარება, რა ფაბრიკა ქარხნების გაშლა, რაღაც ინდუსტრიული საზოგადოების დაფუძნება, კიდე იტყოდი, რომ აი ახლა აღარ ვარ მის ინტერესებში, მაგრამ მის ინტერესებში როცა ვიყავით, ეს იყო NGO-ების დაფინანსება, ეს იყო მეხუთე კოლონის დაფინანსება და ეს იყო პირობითად მეთიუ მილერი, რომელიც გამოდიოდა და პირდაპირ ამბობდა, რომ ეს ოპოზიცია არის რაღაც კარგი და მთავრობა არის ცუდი. და ანუ შეფარულად, მაგრამ მე არ მესმის რატო გაუხარდათ რუბიოს ეს განცხადება, როცა აი რო შეადა რომ წინა ადმინისტრაციის განცხადებას ეს იყო აბსოლუტურად დიპლომატიურად შეფუთული და ანუ მარტივად იყო რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის და ჩვენ ლაპარაკობ და საერთოდ არ ყოფილა აქ ოცნებაზე ლაპარაკი. განსხვავებით წინა ადმინისტრაციისა, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ აი ეს რუსული კანონი, ესენი ამბობენ, რომ აი არ ვიცი თუ აინტერესებს თუ არა ეს რეგიონი, ეს რეგიონი. ეს არის მნიშვნელოვანი ხალხი. რეალურად ხდება ის, რომ საქართველო ანუ რადარებზე აინთო, მაგრამ აინთო როგორც სუვერენული ქვეყანა და არა საჯილდაო ქვა ამერიკასა და რუსეთს შორის და ესაა მნიშვნელოვანი. ჯერ დავიწყოთ იქედან, ესე იგი ჩვეულებრივი დამწყები პოლიტიკოსის მიხვდებოდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, პროვოკაციული დასმული კითხვა და იქ უილსონის მხრიდან, რა თქმა უნდა, და იქ ასევე მის გარდა იყვნენ კიდე სხვა პროვოკატორები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ, ანუ პასუხი გასცა, რომ პუტინთან დაკავშირებით მე დღეს მოლაპარაკებებს ვაწარმოებ თქვათ მასთან და შესაბამისად არ შემიძლია, რომ ეს შეფასება გავაკეთო. მაგრამ თუ დააკვირდით, თუ სამჯერ გაუმეორა, რომ გინდა თუ რა თქვი, რომ ის არის სამხედრო დამნაშავე. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც გეუბნება შენი ადმინისტრაციის თქვათ რაღაცა პირველი პირი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში ვარ და არ მინდა ხომ არ დავინახეთ ჩვენთან აი ეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლები როგორ იქცევიან ხოლმე. და ეს იყო რაღაცა უილსონი კვადრატში ან კუბში, რა ვიცი, ერთი და იგივე ჯგუფია, მეტი არავინ არ არის. ეხლა რაც შეეხება რუბიოს პასუხს იმავე შეხვედრაზე მე მოვისმინე შეფასება აზერბაიჯანთან დაკავშირებით. თუ მიაქციეთ ყურადღება, აზერბაიჯანზე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გქონდეთ მმართველობის რაღაცა იდეალური ფორმაო, მაგრამ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარეო, უნდა ვითანამშრომლოთო მათთანო. ანუ ის რომ მე მათი მმართველობის ფორმა შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ ჩემი ინტერესია რომ მასთან ვითანამშრომლო. ახლა აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთისგან შორსულ არის ძალიან კარგად იციან მათაც და ჩვენც ყველა. მაგრამ მმართველობით შორს არის ჩვენთან დემოკრატია. მმართველობას არ გეოგრაფიულად გულისხმობ. ანუ ერთი და იგივე სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიულ არეალში შევდივარ. ანუ იქ თუ მმართველობის ფორმა მაინდამაინც არ მოწონთ, მაგრამ გადაწყვიტეს რომ მათთან ითანამშრომლონ, ჩვენი მმართველობა და აზერბაიჯანის ძალიან განსხვავებულია ყვასია რა. ხო და ანუ ამით მან აჩვენა რომ თუ ინტერესი გვექნება საქართველოსთან თანამშრომლობის, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ, მიუხედავად იმისა, შეიძლება არ მოგწონდეს, თქვათ, მათი მმართველობის ფორმა და ყველასთან თანამშრომლობენ, აგერ სირიის მაგალითი ავიღოთ, ხო? მმართველობის ფორმა ვის შეიძლება მოეწონოს სირიის, მაგრამ მასთან თანამშრომლობენ. ანუ აქ დედააზრის კი არ იყო, რასაც ესენი საჟიამულოდ გაკეთდა ფაქტიურად, იმიტომ რომ უილსონის მხრიდან ეს დასმული კითხვა, ადრე ის თურქი ჟურნალისტი რო ყავდათ ხოლმე, თუ გახსოვთ,
ამათ არხებზე მუშაობდა. ხო, ზუსტად ის რაღაცა დაწერილი კითხვა ქონდა, დაუსვავდა და შესაბამისად ამაზე ეწყობოდა. ეს იყო ჩვეულებრივად, ანუ ელოდებოდნენ რომ უკეთესი პასუხი იქნებოდა გაცემული მათთვის უკეთესი პასუხი, მაგრამ გაიცა ჩვეულებრივი დიპლომატიური პასუხი, სადაც იყო ნათქვამი რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიცი რაც მაინტერესებს, შესაბამისად გადავხედავთ, დავწონით და იმდაგვარად ვითანამშრომლებ იმ ქვეყანასთან მიუხედავად იმისა შეიძლება არ მომწონდეს მათი მმართველობის ფორმა. ეს იყო მისი პასუხი, ოღონდ დიპლომატიური, რომელიც იყო ჩამოყალიბებული რაღაცა ისე ირიბად, შეფარული, როგორც წესი და რიგია, ხო? პირდაპირ არაფერზე პასუხი არ გაუწია, მანაც იცის და ყველამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ სამხრეთ კავკასიისთვის არ მოუწლია. ჩვენ ხო წინა გადაცემაზეც მოგვიწია მაგაზე საუბარი და თქვით, რომ აგერ არის ბატონო რუსეთ-უკრაინის ომი. აგერ არის ბატონო, რომელსაც ცდილობს რომ დაალაგოს. ირანთან ურთიერთობის დაალაგება მეხუთე იმაზე გადავიდნენ უკვე შეხვედრაზე, მეხუთე ეტაპზე არიან და რაღაცა დიდი იმედები აქვს, რომ ამ შედეგს დადებენ. რა თქმა უნდა, სირიასთან ურთიერთობა, ახლო აღმოსავლეთი, ხო ნახეთ რაღაცა სასწაული ჩინეთი რაც თავად. რა თქმა უნდა, ჩინეთი. სასწაული შედეგები წამოიღო იქიდან, ფული წამოიღო ტრილიონი. 2 ტრილიონი. ანუ წარმოიდგინეთ როგორ არის მოძლიერებული აღმოსავლეთი, როგორი ძლიერია, შეერთებული შტატები აქეთ კი არდებს ინვესტიციას, მიდის და 2 ტრილიონი მოაქვს ამერიკაში ჩასადები. ანუ ჩვენ როდესაც გვეუნებიან და გვიკიჩინებენ, ეს პროპაგანდის ნაწილია, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით დამოკიდებულები, მაგალითად რაღაცა ესეთ ფაქტორი ამერიკის შეერთებული შტატები, დავიღუპებით. თუ მაგალითად ევროკავშირის წევრი არ გახვდებით, დავიღუპებით. ანუ პრაქტიკამაც გვაჩვენა და ცხოვრებამაც აგერ არის გვაჩვენა, რომ ერთ ფაქტორზე ჩამოკიდება ჩვენთვის არის დაპაუზება ქვეყნის განვითარებისა. დღეს რა მდგომარეობაში ვართ მაგალითად როდესაც შეერთებული შტატები დროებით გაჩერებულია ჩვენთან მიმართებაში, ევროკავშირი რა მდგომარეობაში გვაყენებს, როგორ გვიტევენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ეკონომიკა ჩვენთან შედარებით გაჩერებულია. შესაბამისად, თურმე შეიძლება დამოუკიდებლად იცხოვრო, დამოუკიდებლად წყობრი გეგმა გქონდეს ქვეყნის განვითარების, რომელსაც რა თქმა უნდა, ტაქტიკა და სტრატეგია და რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას ხარს უჭერდეს. ესე იგი შეიძლება, ხო, აგერ აღმოსავლეთია ისეთი მოძლიერებული, რომ დროებით რომ შანტაჟს გიკეთებენ დასავლეთიდან, აგერ გვერდში გიდგას აღმოსავლეთი და შენი განვითარება არც ერთ შემთხვევაში არ შეფერხდება. თუ პრაგმატულად და რა თქმა უნდა, სათავეში არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკა ხომ არის და არა აგენტები. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ხომ არის ქვეყნის და საზოგადოების მართვის ხელოვნება, ხო? ამ შემთხვევაში ხელოვნება ზუსტად ის არის, რომ როდესაც გიჭირს პრობლემები და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთ ეპოქაში ჩვენ მოსვენება არ გვექნება დიდი ხანი. ისე რომ რაღაცა წამოწვეთ და ეკონომიკა დაწყობილი გქონდეს და გაიაროს, გამოიეროს ამ თვისება და ფულები გვერიცხებოდეს. აღარ დარჩა ეგეთი ადგილი მსოფლიოში. აი გრენლანდიას ხო ეგონა რომ კარგად. ხო, არა, არ იქნება, იყო ხოლმე რაღაცა პერიოდი, ეხლა შეიძლება იყოს რაღაცა პერიოდი, გინდა ოქროს ხანა დავარქვათ, ამას რაც გინდა ის დავარქვათ, მაგრამ ჩვენ სულ მობილიზებული უნდა ვიყოთ და მომზადებულები გონებრივად, რომ ჩვენ შევძლოთ ლავირება დიდ ქვეყნებს შორის. მეორე თემაც მივიხილოთ, უფრო მარტივი ციდან დავეშვათ ძალიან დაბლა ქვესკნელში და ჯაფარიძის ამბავი განვიხილოთ რა. მეგობრებო, ვისაუბრეთ, მაგრამ ჯერ რეკლამა ვნახოთ და მე კიდევ ვისაუბროთ.